მე არ მჭირდება ატომური იარაღის შექმნა. მას უბრალოდ ვიყიდი პაკისტანისგან. თქვა საუდის არაბეთის პრინცმა ამერიკის სენატორებთან საუბრის დროს. და ასეც მოხდა. დიდი ფულით დედამიწაზე რაც მოგინდება, ყველაფერს იყიდი, ატომურ იარაღსაც კი. თუ კი ამ ვიდეოს უყურებ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ ეს ვიდეო მოიწონო, ჩემი არხი გამოეწერო და შენი აზრი კომენტარების სახით დაიფიქსირო. ისტორიული გადაწყვეტილებების ეპოქაში მოგვიწია ცხოვრება. ბევრი უმნიშვნელო, ხოლო ბევრი საინტერესო ამბავი ხდება ყოველდღიურად. ერთ-ერთი ასეთი ამბავია მუსლიმურ სამყაროში ორ მნიშვნელოვან მოთამაშეს შორის გაფორმებული თავდაცვითი შეთანხმება, რომელიც არა მხოლოდ გარკვეული სახის ფორმალური შეთანხმება, არამედ ნატოს დონისა და ტიპის მსგავსია, რომელიც მოიცავს მეხუთე მუხლის მსგავს ჩანაწერსაც კი. არის თუ არა თურქეთი იმ გზაზე, რომ შეუერთდეს ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ძლიერ ალიანსს. სულ უფრო მეტად რეალური ხდება და შესაბამისად კითხვებიც ჩნდება იმის თაობაზე, რომ თურქეთი საუდის არაბეთისა და პაკისტანს შორის გაფორმებულ ურთიერთდახმარებისა და საერთოდ თავდაცვის აქტს შეუერთდება. ერთი შეხედვით შეიძლება ეს უცნაურად და დაუჯერებლად ჟღერდეს, თუმცა საკმაოდ რეალურად გამოიყურება, რაც ჩამოთვლილი ქვეყნებისთვის ბევრი დადებითის მომტანი შეიძლება იყოს, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ევროპა საკუთარ თავში არ არის ბოლომდე დარწმუნებული და ამერიკის გაურკვეველი ქნებები ახალი ალიანსების ძიებასა და შექმნას უქმნის საფუძველს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ის რეალობა, რაც აქამდე იყო, თავდაყირად ადგა. ამერიკის პრეზიდენტის გაურკვეველი ქმნებები და ჩინეთის მზარდი დომინაცია ახალი წესრიგის შექმნისკენ უბიძგებს სამყაროს. დანარჩენ ქვეყნებს მოუწევთ მხარის არჩევა, ან ახალი ალიანსების შექმნა მათ ან სხვა ქვეყნების გარშემო. იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკა აღარ ასრულებს მსოფლიო პოლიციელის როლს, ეს სივრცე ვინმე სხვამ ან სხვებმა უნდა შეავსონ. ერთ-ერთ ასეთ ვარიანტად განეხილება ისლამური ნატო. მსგავსი ტიპის ალიანსები სწორედ მაშინ ჩნდება, როცა შესაძლებლობების ფანჯარა იხსნება. რატომ შეარქვეს ამ შესაძლო ალიანსს ისლამური ნატო? რეალურად ეს სახელი თვითონ ამ ქვეყნებად დაირქვეს და ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ ამ კონკრეტულ ქვეყნებში ისლამური მოსახლეობის რაოდენობა ფაქტობრივად 100%-ია. 2025 წლის სექტემბერში საუდის არაბეთსა და პაკისტანს შორის გაფორმდა თავდაცვის შესახებ შეთანხმება. ქვეყნებს შორის წლების განმავლობაში არსებობდა კარგი ურთიერთობა და ახლა ამ კავშირმა მეტად სერიოზული სახე მიიღო, რადგან ერთ ქვეყანაზე თავდასხმა ნიშნავს ორივე მათგანზე თავდასხმას და თავის მხრივ საუდის არაბეთი ფაქტობრივად ექცევა პაკისტანის ბირთვული იარაღის გავრცელების ხოლგის ქვეშ. ეს კავშირი არა მხოლოდ პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით არის საინტერესო და მძლავრი, არამედ ორივე ეს ქვეყანა წარმოადგენს მუსლიმური სამყაროს მნიშვნელოვან საყრდენებს და მათი დამატებითი ერთიანობა კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მიმდინარე პროცესებს. პაკისტანის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ სამხედრო შეთანხმება გზაშია და შესაძლოა მალე მოეწეროს ხელი სამ ქვეყანას შორის თავდაცვის შესახებ მემორანდუმს. ეს მოლოდინები და ზოგან შიშები გამყარდა მას შემდეგაც თურქეთის პრეზიდენტი ახლახან შეხვდა და ესტუმრა საუდის არაბეთს და მათ შორის განსახილველ თემებს შორის აღნიშნული ალიანსის გაფართოების საკითხიც იყო. პაკისტანსა და საუდის არაბეთს შორის არსებული ალიანსი არ მოსულა არსაიდან, მას თავისი ისტორია გააჩნია. 1980-იანი წლებიდან მოყოლებული პაკისტანიც და საუდის არაბეთიც მუდმივად ვითარდებიან და ავითარებენ თავიანთ თავდაცვის შესაძლებლობებს. ეს განვითარება ბევრ საკმაოდ მიმართულებით ხდება ერთმანეთთან შეთანხმებითაც და ჩართულობით. პაკისტანი მნიშვნელოვან პარტნიორად იქცა საუდელებისთვის და ხშირად ტარდება ერთობლივი სწავლებები, ვარჯიშები და პერსონალის გაცვლა გადამზადების მიზნით. უნდა ითქვას ისიც, რომ საუდის არაბეთის ფინანსების გარეშე პაკისტანს დღეს ბირთვული იარაღი არ ექნებოდა და ეს იმიტომ, რომ პაკისტანის ეკონომიკა ისეთი მყარი და მძლავრი არ არის, როგორიც მაგალითად საუდის არაბეთისა. ასე და ამგვარად პაკისტანსაც შერჩა ბირთვული არსენალი და საუდის არაბეთიც ამ არსენალის მეწილეა. ერთის მხრივ საუდის არაბეთი ფაქტობრივად იღებს პაკისტანის ბირთვული იარაღის ქოლგას, ხოლო პაკისტანი თავის მხრივ იღებს საუდის არაბეთის მხრიდან ფინანსებს, დიპლომატიურ მხარდაჭერასა და ნავთობს. შედარებით დაბალ ფასად და ამ ყველაფერს იღებს მაშინ, როდესაც ის ყველაზე მეტად სჭირდება. ერთმანეთისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო მეგობრები არიან და ეს მეგობრობა უკვე ფორმალურადაც გააფორმეს მხარეებმა. თუმცა, რატომ მაინდა-მაინც ახლა და ამ ფორმით? ჩნდება კითხვა და პასუხიც აქვეა. ისრაელი ბომბავს კატარს. ირანი აღარ არის რეგიონში ლიდერი და მასზე ამერიკისა და ისრაელის თავდასხმის შედეგად ირანის მთელი თავდაცვა სრულად ჩამოიშალა. ინდოეთი და ჩინეთი მეტად მჭიდროდ თანამშრომლობენ და ამავდროულად ინდოეთი ახერხებს თანამშრომლობას რუსეთთან, ევროკავშირთან და ამერიკასთანაც. ჩინეთი ზრდის თავის როგორც ეკონომიკურ და პოლიტიკურ ისე სამხედრო ძალას და იმისთვის, რომ საუდის არაბეთი ან თუნდაც პაკისტანი არ დარჩეს მარტო ასეთი დიდი ძალების წინაშე, სწორედ ამ გადანაწილებების მიმდინარეობის დროს ერთიანდებიან და იმედოვნებენ, რომ მათ გაერთიანებას სხვა მნიშვნელოვანი ძალებიც შეუერთდებიან.
საუდის არაბეთისთვის ისრაელის მიერ ყატარის დაბომბვა ერთგვარი მაგალითი იყო იმისა, რომ სამხედრო ძალის გარეშე ტრილიონობით დოლარის არსებობას აზრი არ აქვს და ამავდროულად ამერიკა როგორც პარტნიორი ქვეყნის იმიჯი ერთიორად შეილახა ტრამპის მეორედ გაპრეზიდენტების შემდეგ. ზოგადად ამერიკასა და საუდის არაბეთს შორის განსაკუთრებულად ფრთხილი ურთიერთობა ჰქონდათ. მათ შორის არსებული შეთანხმების მიხედვით საუდის არაბეთი ვალდებული იყო გაეყიდა თავისი ნავთობი დოლარში და არა სხვა რომელიმე ვალუტაში, თუმცა ეს შეთანხმებაც შესაძლოა შეიცვალოს და არაბეთს ჰქონდეს თავისუფლება თვითონ აირჩიოს რა ფორმით და რომელი ვალუტით გაყიდეს ნავთობს. ივარაუდება, რომ არაბეთი აირჩევს ან ოქროს, ან იენის ვალუტაში ნავთობის გაყიდვას, რაც ამერიკისთვის კარგი ამბავი არ არის. იგეგმება საუდის არაბეთის ნავთობის პაკისტანის გავლით პირდაპირ ჩინეთში გადაკაჩვა იმ ფასში, რაც ორივე მხარე შეიძლება ძალიან აწყობდეს. საუდის არაბეთი გაყიდის ნავთობს, გაივლის პაკისტანის ტერიტორიას და იყიდის ჩინეთი. სამივე ქვეყანა რჩება კმაყოფილი, ხოლო ამერიკა ამ კონფიგურაციიდან სრულად ამოვარდნილი იქნება. მუსლიმურ სამყაროში პაკისტანი კიდევ უფრო მეტად მძლავრი ჩანს, როცა მას ზურგს საუდის არაბეთი უმაგრებს და პირიქით, საუდის არაბეთი მეტად თავდაჯერებული და გავლენიანი ხდება, როცა მის გვერდით პაკისტანი დგას თავისი ბირთვული იარაღით. ამ გაერთიანებაში როგორ და რა ფორმით მოახერხებს თურქეთი თავის დამკვიდრებას, ან საერთოდ რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ამ საქვეყანას ერთმანეთთან. მას შემდეგ, რაც ოტომანთა იმპერია დაიშალა, მისი მემკვიდრე თურქეთი აცხადებს, რომ არ გააჩნია იმპერიული ზრახვები. თურქეთი იქმნება როგორც სეკულარული და ეროვნული სახელმწიფო და ირჩევს დასავლეთს მათ კულტურასა და წესებს არსებულ სამყაროსთან დაპირისპირების ნაცვლად. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სრულდება კოლონიზაცია, იქმნება ახალი სახელმწიფოები და ხდება ხელახალი მსოფლიო გადანაწილება. თურქეთი ცნობს პაკისტანის დამოუკიდებლობას და ანკარა ისლამაბადთან ამყარებს მჭიდრო და საკვანძო ურთიერთობას. პაკისტანი და თურქეთი დასავლეთის მხრიდან მხარდაჭერილი ქვეყნებია და მათი როლი მნიშვნელოვანია კომუნიზმის გავრცელების შენელების პროცესში. თუმცა მას შემდეგ, რაც მსგავსი მიდგომის გაგრძელება საჭირო აღარ იყო და თურქეთი მეტად ჩაერთო ნატოს საკითხებში, პაკისტანთან ისეთი ახლო ურთიერთობა აღარ ჰქონდა როგორც ადრე. ყველაფერი მაინც დროის ამბავია, რადგან თურქეთი კვლავ ბრუნდება, ან სურს რომ დაბრუნდეს იქ, სადაც ადრე იყო. კერძოდ, გააფართოოს თავისი გავლენები და სურს იქ, სადაც თავისი სიტყვა ჭრიდა ადრე, კვლავ ჭრიდეს. განსაკუთრებით შემჩნევია ეს მცდელობა რეჯიპ ტაიპ ერდოღანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. მან დააბრუნა რელიგია სახელმწიფო ინსტიტუციებში, შეცვალა საგარეო კურსი და საგარეო ამოცანები. ქვეყანა დაარჩა ნატოში, თუმცა თავისი ანგარიშების გასწორებასაც შეუდგა. კერძოდ, მუსლიმურ სამყაროში ინარჩუნებდა თავის პოზიციებს და არც გავლენის ქალთაზე ამბობდა უარს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთსა და თურქეთს შორის ხშირად იძაბებოდა ურთიერთობები, ანკარა მუდამ ინარჩუნებდა შესაძლებლობას, რომ რიადთან ურთიერთობების ნორმალიზება მომხდარიყო. გადასამალია, რომ ერდოღანის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ თურქეთი მუსლიმანურ სამყაროში ლიდერი იყოს და ამის შესრულება ვერ მოხდება საუდის არაბეთისა და პაკისტანის მხარდაჭერის გარეშე. სწორედ ამიტომ ეს გაერთიანება თურქეთისთვის ბევრი მიმართულებით არის მნიშვნელოვანი და ბენეფიტის მომტანი. იმის ფონზე, რომ თურქეთის სამხედრო ინდუსტრია ვითარდება და ფართოვდება, მნიშვნელოვანია მათი ახალ ბაზარზე გატანა და საუდის არაბეთი და პაკისტანი საუკეთესო ვარიანტებია. იმის გამოც, რომ შესაძლოა ერთ ალიანსში აღმოჩნდნენ და იმის გამოც, რომ ორივე ამ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა და სურვილი, რომ გაზარდონ თავიანთი სამხედრო არსენალი. თურქეთიც, პაკისტანიც და საუდის არაბეთიც ბუნებრივი მოკავშირეები არიან ერთმანეთის. სამივე ეს ქვეყანა ურთიერთობს დასავლეთთან და სამივე მათგანი ცდილობს იყოს ისლამური სამყაროს ლიდერი სახელმწიფო. პაკისტანი ყველაზე დიდი მუსლიმანური სახელმწიფოა ინდონეზიის შემდეგ. საუდის არაბეთი არა მხოლოდ ისლამის საწყისი და სახლია, არამედ ნავთობის მარაგების საფუძველზე მნიშვნელოვანი გავლენა მოიპოვა მსოფლიოზე. თურქეთს კი თავის მხრივ გააჩნია მზარდი სამხედრო ინდუსტრია და ტრილიონს გადაცილებული ეკონომიკა. ამ სამი ქვეყნის ალიანსის შექმნის შემთხვევაში დიდი მუსლიმური მასა გაერთიანდება როგორც მნიშვნელობით, ისე რაოდენობრივი თვალსაზრისითაც. ჯამურად მათი მოსახლეობის საერთო რაოდენობა აღემატება 370 მილიონ ადამიანს და აღნიშნულ ბაზარზე შესვლა მნიშვნელოვან სარგებლეს მოუწევს მხარეებს. მაგალითად, საუდის არაბეთი გეგმავს 2 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტის განხორციელებას თურქეთში მზის პანელებთან დაკავშირებით. დასავლეთში ხვდებიან, რომ ეს გაერთიანება დღეს რომც არ შედგეს, ხვალ შედგება აუცილებლად. ამიტომ მათი პასუხი თუ კი რამე შეიძლება იყოს, არის განვითარება და საკუთარი ინდუსტრიის მაქსიმალურად პროგრესირება. ამ ქვეყნებთან კი მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაგრძელების პარალელურად. რა თქმა უნდა, ბენეფიტების მიღმა არსებობს რისკებიც, რომელიც ამგვარ გაერთიანებას ალიანსს შეიძლება მოჰყვეს. თურქეთსა და საუდის არაბეთს შორის მუდმივად არსებობდა და ახლაც არსებობს ჩუმი ანტაგონიზმი.
შესაბამისად, ორივე მათგანს გააჩნია მსგავსი ტიპის ამბიციები და მიზნები, განსხვავდება მათი იდეოლოგია. ასევე ორივე ეს მხარე განსხვავებულად უყურებს ისრაელთან ურთიერთობას. კერძოდ, საუდის არაბეთი ცდილობს ისრაელთან თანამშრომლობას, ხოლო თურქეთი თავის მხრივ ისრაელს მტრად მიიჩნევს. მსგავსი შედარებით პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი საკითხები სრულად უნდა იქნეს გააზრებული, განხილული და მსგავსი დიდი და მნიშვნელოვანი ალიანსის შექმნამდე უნდა იყოს ყველაფერი მოგვარებული. კიდევ ერთი საკვანძო და შესაძლოა ძირითადი საკითხია თუ როგორ მოიქცევიან ქვეყნები თუ პაკისტანი ომს დაიწყებს ინდოეთთან. როგორ მოიქცევა ნატო თუ თურქეთს დაესხმებიან თავს მაშინ, როდესაც ის საუდის არაბეთსა და პაკისტანს იცავს. მრავალი კითხვა არსებობს, თუმცა ცალსახა პასუხები დიდად არ მოსჩანს. შესაძლოა მსგავსი ალიანსი ვერასდროს შედგეს, რაც ბევრისთვის რეალობად მოჩანს, თუმცა შესაძლოა ეს ალიანსი რამდენიმე დღეშიც შეიქმნას, რასაც ასევე ბევრი ფიქრობს, მაგრამ ვინ იცის. ყოველი შემთხვევისთვის იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი საუბრები უკვე მიმდინარეობს, ნიშნავს იმას, რომ ეს თუ არა, სხვა ალიანსი მაინც შეიქმნება დასავლური ძალის საპირწონედ. სასახაა, რომ ამერიკის როლი ამ რეგიონში სუსტდება და მის დატოვებულ სივრცეს სხვადასხვა აქტორები ცდილობენ, რომ შეავსონ. ირანის ბოლოდროინდელი სისუსტე და რუსეთის სირიიდან გაძევებამ ამ ყველაფრის წამოწყებას შეუწყო ხელი. ვინ არის ან არიან ის ქვეყნები, რომლებიც ამ ალიანსის შექმნის ფონზე წაგებულ მხარედ დარჩებიან. სასახაა, რომ მსგავსი ალიანსის შექმნით, სადაც ჩინეთი ყველაზე მეტად იხეირებს და მასთან ერთად საუდის არაბეთი და პაკისტანი დაზარალდება აშშ, ინდოეთი და ისრაელი, რომლებიც ფაქტობრივად სასტორის მეორე მხარეს დგანან. ინდოეთისთვის არ არის სასურველი და არც მისაღები ისლამაბადის ასეთი გაძლიერება და ასეთი ძლიერი მეგობრების არსებობა პაკისტანის იქვ, ისრაელისა და აშშ-ისთვის კი დიდი რაბკოლება იქნება საუდის არაბეთის ამერიკის კონტროლის ზონიდან გასვლა და დამოუკიდებელი თამაშის დაწყება ისეთ ქვეყნებთან ერთად, როგორიც არასტაბილური და მეტნაკლებად რადიკალი ისლამისტების სამშობლო პაკისტანია. ფაქტია, რომ თუ ამ იდეამ გაამართლა, მასში გაწევრიანების მსვლელები ბევრნი იქნებიან, მათ შორის ქუვეითი, ომანი, ეგვიპტე და ასე შემდეგ. დავიტოვოთ იმედი, რომ მსგავს გაერთიანებას არ ექნება ადგილი და თუ ვინმესთვის მისაღები შეიძლება იყოს მოვისმენ სიამოვნებით არგუმენტებს.